მშვიდობა ყველას, მეგობრებო, ახლობლებო, ქრისტიანებო და ასე შემდეგ. ვისაც გიყვართ ღმერთი, გაინტერესებთ და ეძებთ მას. უფალმა გაკურთხოთ და გლოცოთ. მე ვარ კახაკე გურია, მე ვარ სახარებისებრი ეკლესიის წევრი, წამს უფალი იესო, რომის მოგდა ჩემთვის, რომის აღდგა მკვდრთის მესამე დღეს ამაღლდა და არის მამის მარჯვნივ დიდებაში, რომელმაც გამოგზავნა სულიწმინდა, მონათვლი ვარ სულიწმინდით, ვსწავლობ ღმერთის სიტყვას, ხადაგებ, ლოცულობ, ხალხი ინკურნება კიდევაც, ხედავ მრავალ სასწაულს და მიხარია რომ ჩემი ღმერთი დღეს უყუნისამდე, გუშინ დღეს და უყუნისამდე იგივეა ჩემი უფალი. ზოგადადებო, მე მინდა ისევ გავაგრძელო ის თემა, რაც წინათ შეგვერდით, რომ რაც შევეხე იეჰოვა მოწმეების მოძღვრებას, რომელსაც ბიბლია არ ამართლებს, არ არის სწორი ბიბლიურად და მე ჩამოვთვალე პუნქტები, 11 პუნქტი და ახლა შევეხები იმ პუნქტს, რომელიც არის რომ მათ იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ სამება. თუმცა ეს სიტყვა არ არის ბიბლიაში მოხსენიებული, როგორც თვითონ სიტყვა ბიბლია არ არის. ბიბლიაში არ არის სიტყვა ბიბლია, მაგრამ ბიბლია არის. ეს სიტყვა იყო აღებული იქიდან რომ მაგალითად ბიბლიოთეკა, ბიბლია ეს არის წმინდა წერილთა კრებული, რომელიც ბევრი წერილებიდან, ბევრი წინასწარმეტყველების, ბევრი ღვთის მსახურების და სულიწმიდით აღზრული ადამიანების წინასწარმეტყველების მთელი წიგნთა კრებული არის შეკრებილი. ეს ბიბლია სიტყვა არა ბიბლიაში, მაგრამ ხო ვღებულობ ჩვენ ბიბლიას. აი ეს სამებას არ არის ბიბლიაში, მაგრამ ეს ვიღაცამ წარმოთქვა, იმიტომ რომ გასაგებად ყოფილიყო როგორც ბიბლია, როცა ჩვენ ბიბლიას ვამბობთ, ჩვენ წარმოდგენაში უცბად მოვგდის, რომ ეს არ არის ყურანი, ეს არ არის ბღაგავად გიტა, ეს არ არის კიდევ რაღაც ვიღაც სხვა წიგნი, ვეფხისტყაოსანი, ეს არის ბიბლია. ღმერთზე დაბადების წიგნიდან, გამოცხადების წიგნით დამთავრებული. ეს არის წიგნთა კრებული. და აი ეს სამება, რომელსაც გულისხმობთ, რომ არის მამა, ძე და სულიწმინდა. მე მაგალითად პირადად, თქვენ როგორც გინდა ესე ირწმუნეთ, მე ვამბობ ჩემ ვერსიას, ჩემ რწმენას, რომ მე მწამს, რომ ღმერთი არის სამპიროვანი. ერთი ღმერთი არის სამპიროვანი. ბევრს წამს, რომ ერთი ღმერთი არის სამსახოვანი. და მე ხა ცოტა მოკლედ აგიხსნით, რა განსხვავება მათ შორის. სამსახოვანი, ვინც ამბობს, რომ მე მწამს ღმერთი, სამსახოვანი ღმერთი, ეს გულისხმობს ის პიროვნება იმას, რომ ერთი ღმერთი გახდა ძედ, მამა გახდა ძედ, მერე ძე რო წავიდა გახდა სულიწმინდად და ეს არის სამსახოვანი. ასე აღწერენ ესენი. და არიან ხალხი, რომლებსაც სწამთ, რომ ღმერთი არის სამპიროვანი. მამა, ძე და სულიწმინდა. ეს არის ის, რომ მამა არის მამა, ძე არის ძე და სულიწმინდა სულიწმინდა. ამას ბიბლია ამტკიცებს. ღმერთი რო ყოფილიყო სამსახოვანი, მაშინ მას იესო ქრისტეს შობამდე არ ეყოლებოდა ძე. კიდევ ერთხელ. სამსახოვანი რო ყოფილიყო ღმერთი, ქრისტე იესოს შობამდე არ ეყოლებოდა და არ აღწერდა ბიბლია, რომ ღმერთს ყავდა ძე. ამას ბიბლია ამტკიცებს. ამას თვითონ ამბობს დაბადების წიგნში წერია, კონკრეტულად წერია, რომ დავითი ამბობს ფსალმუნებში, სოლომონი ამბობს, ალბათ მამისაგან ისწავლა
მამისაგან მოისმინა სოლომონმა დავითისგან, ანდა კიდევ თვითონ გამოეცხადა, ისიც აღწერს იგავების წიგნში წერს, რომ იციო რა არისო მისი სახელი და ასევე იციო რა ქვიაო მის ძეს. მოკლედ მე მწამს რომ ძე იყო ყოველთვის. ის ძე არის იესო ქრისტე არის მამა ღმერთის სიტყვა. მამა არის მამა, ძე არის ძე, სულიწმინდა არის სულიწმინდა. იესომ თქვა, ვინც რამეს სულს არასოდეს სულს იტყვისო კაცის ძეზე, თავისავზე მხედველობაში იესოზე ეპატიებაო მას, ხოლო ვინც იტყვისო სულს ანდა გმობას სულიწმინდაზე, მას არ ეპატიებაო არც ახლა და არც მომავალში. ესე იგი, უკუნითი უკუნისამდე მას არ ეპატიება. იმისთანა ვიღაცა სულიწმინდა, რომელსაც იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ სულიწმინდა არის პიროვნება. ისინი ამბობენ, რომ ძალა არისო. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ რასელმა ასე ასწავლა, ანდა კიდევ იმ ადგილიდან, სადაც მოციქულთა საქმეებში წერია, რომ იესომ რა თქვა, თქვენ მიიღებთ ძალას, როცა მოვა სულიწმინდა. მას არ თქვია, რომ თქვენ მიიღებთ ძალა სულიწმინდას. იქ წერია, როცა სულიწმინდა მოვა თქვენზე, თქვენ იქნებით ძლიერები, თქვენ ძალას მიიღებთ. და მე შემდეგში ვილაპარაკებ ამბავ იმ საკითხს, რომ სულიწმინდა როგორ არის პიროვნება. არის თუ არა სულიწმინდა პიროვნება, თუ ძალა არის. არადა სულიწმინდა პიროვნება არის, ძე პიროვნება არის, მამა პიროვნება არის. და საერთოდ ჩვენს ბიბლიაში ქართულში წერია, რომ პირველი დაბადების პირველ თავის 26 მოხში წერია, რომ თქვა ღმერთმა მხოლობით რისხში, თუ კიდე შეიძლება გახსნათ, ეს გავხსნი თქვენთან ერთად, დაბადების პირველი თავის 26 მოხი. აქ წერია ასე, თქვა ღმერთმა მხოლობით რისხშია, ღმერთმა, ღმერთებმა კი არა, ღმერთმა. ორ წერტილი და მერე წერია, შევქმნათ, მრავლობითია უკვე, ადამიანი ჩვენს ხატად. ჩემს ხატად კი არა, ჩვენს ხატად. და დედაში წერია, რომ თქვა ელოჰიმმა. ელოჰიმი, როგორც მხოლობითში იგულისხმება, ასევე მრავლობითშიც. თქვაო ელოჰიმმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებად. ვისთან ლაპარაკობს ღმერთი? მარტო ლაპარაკობს? არა. ძესთან და სულიწმინდასთან. ასეთი ზუსტად ამის მაგვარი წერია, დაბადების რო გადაფურცალე ფურცელს, მესამე თავი არის და იქ არის 22 მუხლი. მესამე თავის 22 მუხლში წერია და თქვა უფალმა ღმერთმა. რა თქვა? აჰა, ადამი გახდა როგორც ერთი ჩემთაგანი კი არ წერია, როგორც ერთი ჩვენთაგანი. ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი. ვისთან ლაპარაკობს, ანგელოზებთან? არა. იმიტომ რომ ანგელოზები არ არიან ღმერთები. ანგელოზები არიან, ანგელოზები ესენი არიან მომსახურე სულები. აქაც გარკვეულად წერია, რომ თქვა უფალმა ღმერთმა და არა ღმერთებმა. ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი. შემდეგ თუ გაინტერესებთ, კიდევ ამისანა მაგვარი წერია დაბადების მე-11 თავში, სადაც ადამიანებმა რო გადაწყვეტეს გოდოლის აშენება, ბაბილონის გოდოლის, წერია, რომ მე-5 მოხში, მე-11 თავის მე-5 მოხში წერია, ჩამოვიდა უფალი. და მე-7 მოხში ამბობს,
ეს უფალი. ჩავიდეთ და აურიოთ მათ ენა. მრავლობითში ამბობს. კი არ ჩავალ და აურევ კი არ წერია აქ. მოდი ახლა ჩავალ და აურევ. უტვინო ხალხს რას არ ვაკეთებ, რას ვიღავს, ცამდე გოდოლის აშენება უნდა და თვითონ ჩემამდე რომ მოაღწიონ. ჩავალ ერთი და ვასწავლი ჭკუას, მათ კი არ უთქვი ღმერთს. ჩავიდეთ. ჩავიდეთ. მრავლობითში ამბობს. და კიდევ ერთი ადგილი ისევ დაბადების წიგნი მე-19 თავის 24 მუხლი. ეს ის მომენტია, როცა ღმერთმა გოგირდით და იმით ცეცხლით დასვა სოდომი და გომორი. ეს გარყვნილი ერი. აქ წერია აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. როგორ გასო როგორ? ეს ვერ გაიწაიკითხე კიდე ერთხელ. კითხულობ, აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისგან. ასე უფალმა უფლისგან აწვიმა ცეცხლი. აიგე? თუ ვერ გაიგე, გადაშალე მე-19 თავის 24 მუხლი და დაკვირები წაიკითხე. შემდეგ კიდე ერთი ადგილი ესაიას მე-6 თავი. ალბათ გაგიგონია, წაგიკითხიათ, როცა ეს არის ესაიას მოწოდება, როცა მან ნახა ცებაოთ უფალი. მე-6-ის მერვე. როცა გამოიცხადა ესაია წინასწარმეტყველს, თქვენ იცით რომ ესაია ამბობს, ვაიმე დავიღობ რამე თუ ბაგე უწმინდური კაცი ვარ, ბაგე უწმინდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთი. რა ხლა, ცაბაოთისტები გავხდეთ ვინმე კიდო? ახალი ისა მიმდინარეობა. ვინა ხართ თქვენ? ჩვენ იეჰოვას მოწვევი არა ვართ. ჩვენ ცაბაოთისტები ვართ. არ გესკენოთ მეგობრებო. მე სიმართლე მინდა თქვა. აგერ კიდე წერია უფალი ცაბაოთი. რა, ახალი ის ხო მიმდინარეობა ხო არ დავიწყოთ? ცაბაოთისტები. ვინა ხარში? მე ცაბაოთისტი ვარ. იმისთანა ესეც. და ესაიამ ნახა უფალი ცაბაოთი და მოვისმინე ხმა, მერვე მუხლი, მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობს, ვინ წარგზავნო ხოლობით რისხში. და მერე ამბობს, და ვინ წავა ჩვენთვის მრავლობითში. რატომ არის ასე? სულ პირველი ფურცლიდან, პირველი თავიდან ღმერთი კარს გვიღებს. ცოტა შემოაღო. ისაც გაინტერესებთ, შემოიტვირინეთ. ნახეთ. გამიცანით, ნახეთ. თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ ადამიანი ჩვენს ხატებად და ჩვენს მსგავსებად. აი, ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი. ჩავიდეთ და აურიოთ ენა. ვინ წავა ჩვენთვის? რა, ისე უბრალოდ წერია ეს? შენს ბიბლიაში. და მერე კიდევ ესაიას 48-ის მე-16 მუხლში წერია ამისგან რაღაცა. უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა მე. უფალმა ღმერთმა ეს ერთია, მისმა სულმა, ესე იგი ისევ ღმერთის სულმა, სული ეს მეორე და მომავლინა მე, ეს არის ის სიტყვა, რომელიც არის იესო. უფალმა ღმერთმა და
მისმა სულიწმინდა მომავლინა მე. დიდი ასეთი არის იქ მე. შემდეგ მიახლოებით ცოტა ნავსაკისლოში რო ეტყვიან რაც ადგილები ვთქვი ღმერთი ამბობს მრავლობითში ძველ აღთქმაში ეხლა ახალ აღთქმაში გადავიდეთ მოკლედ მინდა გავაკეთო რომ ბევრი ყურიც არ მოგაწყინოთ მათეს მესამე თავი ჩემი საყვარელი სახარება მათეს მესამე თავის მე-16 მუხლი ეს ყველა მიცით როცა იესო ინათლებოდა ეს არის მე-16 მუხლი და მონათლული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან ეს იესო ერთი გაიხსნენ ცანი ცა კი არა ჭკაპ ცანი და პავლე წერს მე იცი ადამიანი კაცი მე მგონი თავისთავზე ამბობს ჩვენ რო ყოფილიყავით ვიტყოდით მე რო ვიყავი მე-13-მდე პავლე მე მგონი განზე გაიწია ისნობა ერთ კაცს მე-13-მდე იყო ატაცებული ცანი გაიხსნა და იხილა ღმერთის სული ტრედივით ეს არის ასე ტრედი გამოვიდა იქ ჩვენ რო გვინახია კინოებში ფილმებში ტრედი დაждდება იესოს სულიწმინდა გადმოვიდა ტრედივით არამ ტრედივით რაღაცა ისეთი რაღაცა შენიშნა იოანემ ტრედს დაამსგავსა ტრედი არ იყო ეს უფლისული ნახა მასზე გადმოსული გარდმომავალი მასზე ეშვებოდა და იხმა ციდან მეტყველი ეს არის ჩემი საყვარელი ძე რომელშიც ჩემი სათნოებაა წყალში ძე ხმაზე ვიდან მამა და სულიწმინდა გარდმოდის იესოზე ეს მესამე კაი თქვენ როგორც გინდა ისე მე ლაპარაკობ როგორც წერია და ღმერთმა გააკეთოს ყველაფერი უფლის სულმა ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს რას ეუბნებაო სული ეკლესიებს სულიწმინდა ყოველთვის ლაპარაკობს მერე თუ გახსოვთ კიდე ასეთი ადგილი მათეს ბოლო თავი არის სადაც იესო მოთხრა აი მე მაქვს ძალაუფლება ზესაში და დედამიწაზე მაქვს მოცემული ძალაუფლება წადი და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი მონათლეთ ისინი აგარ წერია სახელებითა აქ წერია სახელით ვიმენი ასე წერია დედანში სახელში მონათლეთო სახელებითა კი არა სახელში მონათლეთო მამის ძის და სულიწმინდის სახელით და ასავლით მათ ყოველივეს დაცვა რას მე გამცნეთ და აი მე თქვენთან ვარ ყველა დღეს ეს გარანტირებულია წოთის სოფლის აღსასრულამდე იესო ქრისტეს მორწმუნეებო და ბიბლიის მკითხველებო აქ ჩვენ ხედავთ რომ იესომ თქვა წადით ისინი მონათლეთ კრისიტი их во имя в именах არ წერია იქ крестите их во имя Отца, Сына и Святого Духа. Да ბერძნულში წერია დედანში в имени Отца, Сына и Духа Святого. ეხლა მაგალითად წარმოიდგინე მოციქულებმა გაიგონეს ეს ესმით იესოსგან. ამაღლდა იესო, გამოვიდა სულიწმინდა, მოინათლეს სულიწმინდით და დაიწყო პეტრემ ქადაგება და პირველ დღეს 5,000-მა კაცმა მოინანია. იმ დროს ეს დღეს რო გადაემასქნა, შეიძლება 50-მდე იყოს. იმ დროისთვის 5,000 კაცი იყო დიდი რიცხვი. და იქ წერია რომ
როგორ წერია საქმე რომ ამხელა პეტრემ და უთხრა ყველაფერი მათ ირში ყველაფერი სიმართლე უთხრეს ხალხმა როგორ მოვიქცეთ რა გავაკეთოთ პეტრემ უთხრა მოინანიება საჭირო მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს რატომ ამბობს პავლე იესო ქრისტეს სახელით რატომ არ თქვა პეტრემ აი მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს მამის ძის და სულიწმინდის სახელით პეტრე შენ ყურში ხო არ გაკვდა შენ არ გესმოდა რა თქვა იესო მონათლეთ მამის ძის და სულიწმინდის სახელით რატო არ ამბობ შენ ისე როგორც იესომ დაგიბარა რასაც რომ აკლება იესოს სიტყვებს პეტრე ამბობს პირველ მას არ დავიწყები არაფერი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს და მოციქულთა საქმეებს რო წაიკითხავ შენ ყველ ვერთხელადაც ვერსად ვერ ნახავ რომ ვიღაცა მონათლეს მამის ძის და სულიწმინდის სახელით ერთი სახელით ინათლებოდნენ ქრისტიანები მე არა ვარ კაცო რაღაცის ბუნტი და რაღაცის შემტანი უბრალოდ სახარებისეული მორწმუნეები ხო ვართ არსად მე სპეციალურად გადავხედე დავინტერესდი და ერთხელაც მე არსად ავინახია რომ ვიღაცა პავლე პეტრე ვინმე ნათლავდნენ მამის ძის და სულიწმინდის სახელით რატომ იმიტომ რომ ერთ ადგილას პასუხი გაცემული ამაზე ქრისტეში არისო მთელი სისავსე თუ არ ვცდები კოლასელთა წერილში წერია კოლასელთა წერილში წერია რომ თუ არ ვცდები ისიც მაგრამ სახარებაში წერია რომ ქრისტ იესოშია მთელი სისავსე ღვთაებრივი მთელი სისავსე და მოციქულებს არავის სკლეროზი არ ჰქონდათ მახსოვრობა არ ომტყუნებდათ მათ ძალიან კარგად იცოდნენ რა თქვა იესო და ისინი ნათლავდნენ იესოს სახელით არც ვთქვიათ იქ მამის სახელით გნათლავთ სულიწმინდის სახელით გნათლავთ ძის სახელით გნათლავთ მხოლოდ ისინი ნათლავდნენ როგორც წერია მოინათლოს ყოველი თქვენგანი იესო ქრისტეს სახელით დაგვირდით როგორ ნათლავდნენ მოციქულები წყალში მოწაფეებს რატომ იმიტომ რომ აქ მთელი სისავსეა მამა ძე და სულიწმინდა ეს ერთი ეს არ არის მამა სადღა იქით ძე კიდევ აქეთ და სულიწმინდა კიდევ სადღაც ეს ერთი ღმერთია ერთი ხო და კარგით ეს ერთი მონათლეთო ისინი მამის ძის და სულიწმინდის აქ სამებას დავუკავშირდი ახლა მე და გადავიდეთ თემაზე მონათლეთო ისინი მამის ძის და სულიწმინდის სახელით საქმეს მოციქულთა საქმეს 2:33 რა არის ეს იესო პეტრე ამბობს ეს იესო აღადგინა ღმერთმა რის მოწმენის ჩვენ ყველანი ვართ და ამგვარად მომაღლდა იგი 33 ამგვარად მომაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ იესო და მამისაგან მიიღო სულიწმინდის აღთქმა გადმოარქვია ის რასაც თქვენ ხედავ და ისმენთ როცა ისინი აღიარეს სულიწმინდით პეტრე მაუხსნა მათ ესე იგი იესო ამაღლდა ღმერთის მარჯვნივ დაჯდა და გამოგზავნა სულიწმინდა რა თქვა იესომ
იონეს სახარებაში მე მამას ვთხოვო და ის გამოგიგზავნითო სხვა ნუგეშის მცემელს. მე ეს იესო, მამა, სულიწმინდა. ეს სამი ერთი ღმერთია, მაგრამ ძე არის, მამა, სულიწმინდა. წერია რომ ღმერთმა თავდაპირველად შექმნაო ცა და მიწა იყო უსახო და უდაბური და ღმერთის სული იზრდაო წყალზედ. მაგრამ იქ არაფერი არ ხდებოდა. იზრდა და всё. მაგრამ როცა ღმერთმა თქვა იყოს ნათელი, დაიწყო მოქმედება ყველაფერმა. მამამ თქვა, სიტყვა გამოვიდა მამისგან, ხო თქვა იესო, მამის წიაღიდან გამოვიდაო, ამბობს იოანე. მამის წიაღიდან გამოვიდაო ძე, ქრისტე. როცა მამის წიაღიდან მამამ ღმერთმა ჩვენებმა თქვა, პირი გააყო ბაგები და გამოანთავისუფლა სიტყვა, სულიწმინდა და სულიწმინდა ღმერთის სიტყვასთან ერთად მოქმედებს. სულიწმინდა ცალკე არ მოქმედებს თავისით. თუ სიტყვა არ არის, სულიწმინდა თავისით არ აკეთებს არაფერს. და ისიც კიდევ რა მინდა რომ თქვა, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ღმერთს, ჩვენ რო ღმერთი გავიგოთ, ჩვენ ღმერთები უნდა გავხდეთ. მაგრამ ჩვენ ღმერთი იმდენად უნდა გავიგოთ, რამდენადაც იგი გახსნილი გვაქვს ბიბლიაში. რამდენად ღმერთი გვიხსნის თავის თავს ჩვენს ბიბლიაში, იმდენად უნდა მივიღოთ. ეს არის ის ჩვენთვის საკმარისი ინფორმაცია, რომელიც სანამ ამ ხორცში ვართ, რწმენით უნდა მივიღოთ. ხოლო ჩვენ თვით მარადიულობაში, მთელი მარადიულობა რო ვიქნებით ღმერთთან, მაშინაც ვერ შევიცნობთ. იმიტომ რომ შენ ღმერთი რო შეიცნო, ესე იგი შენ ღმერთი რო შეიცნო, შენ ღმერთი უნდა გახდე. ჩვენ სულ შეცნობაში ვიქნებით მამის სიყვარულის, მისი დიდების შეცნობაში. სულ როგორც რუსულში არის სიტყვა კარგია, პაზნანია. შეცნობაში ვიქნებით ღმერთის მთელი მარადიულება, უკუნითი უკუნისამდე. ასე რომ უყურე კიდევ პეტრეს პირველი წერილი. პირველი თავის, ეს წინასწარ ვიკითხე მე. პირველი თავის, პირველი მოხლი. მამა ღმერთის, პეტრეს წერილია ეს. მამა ღმერთის წინასწარი განჭრედით, სულის მიერ განწმენდით და იესო ქრისტეს სისხლის სამყურებლად. აქაც სამივეს ერთად ხსნის პეტრე. მამა ღმერთის წინასწარი განჭრედით. მამა ქვევით იესო ქრისტეს სისხლის სამყურებლად და სულიწმინდის განწმენდით. ესეც შენი მამაზე და სულიწმინდა სამება. პირველი იოანეს მეხუთე თავი. ბევრი ამბობს აქ, ეს დამატებულია. ასე თუ თქვა, ის დამატებული არისო, ეს დამატებული არისო. ასე რომ წავიდე საქმე. ეს იმისანა მართლა გითხრათ ღმერთმა. არ ჭამოთო იმ ხის ნაყოფი. ის მართლა ის ორიგინალში ისე არის? შენ თუ იქ წამოეგე, შენ თუ დაიჯერო ის დამატებულია, ეს მოკლებულია, ეს მაშინ შენი საზირკველი ირყევა. მაშინ ეშმაკი მოვა ერკარ დღეს და გეტყვის. მოსადი კაცო, შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს დამატებული არ არის. მე მგონი ისიც რაღაცა არ მოგწონს ჩვენ, ხო? ესეც რაღაც მე მგონი პაპებმა, იქ რომის პაპმა ჩაამატა. ის კიდევ ვიღაცამ ჩაამატა. ეს კიდევ ვიღაცამ ჩაამატა და შეგშება 5 ფურცელი. ისიც ძველი ახსნა. დაანების ანასისულის თავი. რაც წერია, ის მიიღებ წმენით.
პირველი იოანეს 5:7. ცოტა ჩვენი იოანე 5:7. უყურე რა წერია. ფალადიდება შენ და ჰალელუია. რამე თუ სამნი მოწმობენ. ცაზე მამა, სიტყვა და სულიწმინდა, ეს სამი ერთია. ეს ბჭყალებში რო არის, ამბობენ არ არისო. არის ზოგი ნაპოვნი, სადაც ხელნაწერები, სადაც ეს არ არის, არის სადაც არის. არის კიდევ ისეთები, რომლებიცაშიაც წერია. მაგრამ სამნი მოწმობენ. მაგრამ აქ წერია ცაზე მამა, სიტყვა და სულიწმინდა, ეს სამი ერთია. სამნი მოწმობენ დედამიწაზე, სული, წყალით, სისხლი, სამივე ერთშია. თუ ღებულობ კაცთა მოწმობას და ეს იმას წყალს და სისხლს და სულს, ეს ის არის ადამიანი. თუ ღებულობ კაცთა მოწმობას, ღმერთის მოწმობა იმაზე დიდია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც მან დაამოწმა თავის ძეს. პირველი იოანეს 1:3. ეხლა ერთ სერიოზულ საკითხს კიდევ შევეხებით ჩვენ. პირველი იოანეს 1:3. აბა, ვინ გაუძლებს? მოსიქული იოანეს პირველი წერილის, პირველი თავის, მესამე მოხლი. იოანე წერს მორწმუნეებს. და მესამე მოხლზე გადადივარ, იმიტომ რომ ბევრი გამომივა. გაუწყებთო, არა მეორე მოხლიდან დავიწყოთ. რამე თუ სიცოცხლე გამოჩნდა, ჩვენ ვიხილე და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან. ხედავთ? იყო მამასთან. მამა კი არ გახდაოთ ზედ. ალო? უკაცრავად. მამა კი არ გახდაოთ ზედ, არამედ რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ. აი ეს მუხლის ასამტვერებს სამსახოვანს. რომ იყო მამა, მერე ჰოპლი გახდა ზედა, მერე ჰოპლი გახდა სულიწმინდა. ასე ალე ჰოპი თუ გინდა შენახო წადი ცირკში. ეს ცირკი არა. ეს იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ. ასე ამბობს. ეხლა შენ არ უნდა დაუწყე იმას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სულიერი და ეჰე, სტოპ. გაჩერდი. არ გინდა იმისანები. ნუ გინდა ფილოსოფოსო. ირწმუნე ის რაც წერია ისგას. შენ რაზე ხსნი? იოანე ამბობს, იყო მამასთან, გამოგვეცხადა ჩვენ. იყო. კი არ გახდა მამა ძედ. იყო. ყოველთვის იყო ძე. ესე იგი, არ ყოფილა იგი სამსახოვანი, სამპიროვანია ღმერთი. და იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ ეუბნება მორწმუნეებს. რათა თქვენს გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან. მოზიარეობა ნიშნავს ურთიერთობას. ხოლო იოანე ამბობს, ხოლო ჩვენი მოზიარეობა, ესე იგი, ჩვენი ურთიერთობა, რუსულად წერია კარგად, ნაშა აბშენია. მოზიარეობა და მოზიარეობას ვკითხულობთ, ქართული შეიძლება ზიარება წარმოიდგინოს ჩვენი მოზიარეობა. ჩვენი ურთიერთობა, იოანე ამბობს, არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ეხლა მორწმუნეებო, ევანგელისტებო, ქრისტიანებო, რა ვიცი, ვინც ხართ იქ. ეხლა რო კითხოთ დღევანდელი ეკლესიის წევრებს, ძმაო დაო, ვისთან გაქვს შენ ურთიერთობა? დღეს არიან ეკლესიები სულიწმინდასთან გვაქვს ურთიერთობა ძმაო, სულიწმინდასთან. დიდება უფალს, მაგრამ შეკითხვა იმადება ერთი.
მე მჯერა რომ სულიწმინდას ურთიერთობა აქვს ჩვენთან. და იოანე რატო არ ამბობს ამას? დღეს რო შეგიკითხო ვინმეს, ძმაო, ვისთან გაქვს შენ ურთიერთობა? პირველი რაც ბევრი იტყვის, რაც ბოლო წლებში გავარდა მოდაში, ანდა ასე წავიდა ეს სიტუაცია, რომ სულიწმინდასთან გვაქვს ურთიერთობა. რატომ არ ამბობს აქ იოანე? ჩვენი ურთიერთობა არის სულიწმინდასთან. რატომ არ ამბობს? დავიწყდა? არ ამგონია. იმიტომ რომ შეუძლებელია მორწმუნეს კონდეს ურთიერთობა მამასთან და ძესთან სულიწმინდის გარეშე. შენ კარგია ტელეფონი გაქვს. რაღაცა ის გაქვს კიდე რესივერი იქ. მიმღები და სახლში ინტერნეტი. რესივერი უნდა კონდეს. მაგრამ შეერთება გჭირდება. ზევით რო დაფრინავ ზოგადად. რომელიც შენ ინტერნეტს გიგზავნეს. სადევაიდი. სულიწმინდის გარეშე არ არის კავშირი ღმერთთან. რატომ არის ხალხი კითხულობს და არ ეხსნებათ? უყურებენ და არ ხედავენ. ესმით და არ ესმით. გაუქვავდათ გული რატომ? სულიწმინდა არ ყავთ მიღებული. თუ გახსოვთ, როცა იესო საკეთილ კარებში შევიდა, იქ წერია რომ სული შეუბერა მათ. და უთხრა, მიიღეთ სულიწმინდა. აი მაშინ მოხდა მათი მაღლიდან შობა. მე ასე მასალა დერეკ პრესმა. და მეც ვთანხმები. იმიტომ რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ზუსტად იმ ხალხს, ვისაც შეუბერა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდაო, იმათ ეუბნება, რამოდენიმე დღის შემდეგ, არა მრავალი დღის შემდეგ, თქვენ მოინათლებითო სულიწმინდით. არსად არ წახვიდეთო, სანამ სულიწმინდით არ მოინათლებით. ესე იგი, სულიწმინდის მიღება და სულიწმინდის ნათლობა ეს არ არის ერთი და იგივე. ეს სხვადასხვა. როცა ადამიანი მაღლიდან იშობა, იმიტომ რომ ისინი მორწმუნეები კი იყვნენ, მაგრამ მათ ჯერ არ ჰქონდათ მოწაფეებს, მოციქულებს, მიღებული რწმენით იესო როგორც მკვეთრით აღმდგარი. და აი მაშინ კონფლიქტი გააკეთა იესომ. უკვე ისინი იყვნენ მონანიებულები, უკვე მერე მათ ირწმუნეს იესო როგორც მკვეთრით, რომ მოუკვდა ცოდებისადმი და რომ აღდგა მკვეთრით და უკვე მზად იყვნენ. და პირველად მოხდა მათი მაღლიდან შობა. და ამ როცა კაცი მაღლიდან იშობა, როცა ინანიებს, გულში ღებულობს იესო თავით პირად ხსნელად, რომ ის მოუკვდა, აღდგა და ამაღლდა. თუმცა მაშინ იესო არ იყო მაღლებული, მაგრამ იესომ უთხრა, ნუ განშორდებით იერუსალიმს. ოთახში სული შეუბერა და უთხრა, მიიღეთ სულიწმინდა, შემდეგ უთხრა, დაელოდეთ სულიწმინდას. თქვენ მიიღებთ ძალას, როცა მოვა სულიწმინდა, იქნებით ჩემი მოწმეები, იესო ქრისტეს მოწმეები. ამიტომ სწორი იქნება, რომ შენ თავს დაუძახო. მე იესოს მოწმე ვარ. ეს ბიბლიურია. ხო და აქ იოანე ამბობს, ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან. დღეს რო იყოს ვინმე იტყვა და ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან, ძესთან და სულიწმინდასთან. მაგრამ ეს იოანეა. იესოს საყვარელი მოწაფე, მოციქული. და მის წერილებს კითხულობთ
უკვე მე-20 საუკუნე დამთავრდა. შეუძლებელია ადამიანს მორწმუნეს ჰქონდეს იესოსთან ურთიერთობა თუ არა სულიწმინდით. იესოსთან მეწავალ და გამოგიგზავნით სხვა ნუგეში მცემელს. ის იქნება ყოველთვის თქვენთან. და იქ წერია, რომ ის მე განმადიდებს. არასოდეს სულიწმინდა თავისავს არ ადიდებს. სულიწმინდას ჩვენ გვასწავლით დაგველაპარაკება, ვინ არის, რა არის. იმიტომ რომ შენ იესო მისი მიზანი არის ადამიანმა იესო ირწმუნოს. სულიწმინდა ადიდებს მხოლოდ იესოს. და იესოში ძეში დიდდება მამა. აი ეს კომბინაცია მოდის აქ ლამაზი. მამამ გამოგზავნა ძე, ძე მერეთხოვა გამოგზავნა სულიწმინდა. ეხლა სულიწმინდა ადიდებს ძეს, იესოს და ძეში დიდდება მამა ღმერთი ზეციერი. პირველი მორწმუნეები. ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან, მის ძესთანო იესო ქრისტესთან. კარგით. მაგრამ სულიწმინდა აქვთ ურთიერთობა ჩვენთან. რომელიც წერია მეორე კორინთელთა მე-13 თავის ბოლო მოხში. ზოგში მე-14-ია, ზოგში მე-13. ეხლა პირველი კორინთელთა ეწუთას პირველი კორინთელთა ვამთავრებო პირველი კორინთელთა მე-12 თავის მე-12 თავის მე-4 მუხლი. აგერ. აი რა წერია აქ. თუ გახსოვთ. ჩვენ ლაპარაკობთ ახალი აღთქმის სამებაზე. მამაძე და სულიწმინდაზე. ზოგიერთს ეკალივით გესურვათ ეს სამება. სხვადასხვანაირია ნიჭი. კორინთელთა ეკლესიას წერს ნიჭების შესახებ პავლე. მაგრამ სული იგივეა. მე-5 მუხლი. სახურებანი სხვადასხვანაირია, უფალი იგივეა. მოქმედებანი სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა. თუ გამოჩნდება ეს. ხედავთ იქ მე არ ჩანს. სული ეს სულიწმინდა, უფალი ეს იესოა, ღმერთი ეს ჩავთვალოთ მამა. სული იგივეა, უფალი იგივეა, ღმერთი იგივეა. მაგრამ თითოეულს ეძლებაო სულის გამოვლინება სასარგებლოდ. კარგით. და ბოლო მუხლი. მეორე კორინთელთა მე-13 თავის მე-14 მუხლი. აქ მე-13-ია, რუსულში მე-14. რატომ არ ვიცი. კიდევ ერთი ადგილი. გახსოვთ, სადაც იესომ თქვა ლუკას ახარებაშია, როცა სინაგოგაში შევიდა, მიაწოდეს აია წინასწარმეტყველის წიგნი, იესო მოძებნავა ადგილი და კითხულობდა იესო. უფლის სული არის ჩემზე. უფალი ეს მამა ღმერთი, სული ეს სულიწმინდა, ჩემზე ეს ზე. ყოველთვის ესენი ერთად. როცა ერთად იკრიბებიან, ერთი ღმერთი, მაგრამ ადამიანი რა არის ადამიანი? ხო წერია პავლე მოციქული ამბობს. იყავით სულთა თქვენ თლიანად. სული, შვინვა, სხეული. ადამიანი შედგება 3 ელემენტისაგან. სული, მარადიული სული, შვინვა, ეს არის გონება, გზნობა, ნება. სხეული, თითები, ცხვირი, ყური, მუსტაჩი, უვაში და ასე თმა, ეს არის სხეული.
ადამიანი, მაგრამ მე ერთი ვარ. ჩემი სული იქით არ გარბის და ჩემი მშვენო აქეთ და ხორცი აქეთ. ისე ხანდახან როცა სკოლაში ვიჯექი, მასწავლებელი რომ ლაპარაკობდა, მე სადღაც ბანაოდი იქით. მაგრამ მაინც იმ კლასში ვიჯექი. ასე რომ ასე ღმერთმა ხო შექმნა კაცი თავის ხატად მსგავსებად. ადამიანი არის სული მშვენივა სხეული. ერთი ადამიანი. მაგრამ მაგარია როცა გარჰარმონიაში მოდის სული მშვენივა და სხეული. როცა კაცის შინაგანში გულში სუფთა, მისი აზროვნება გონებას გარყვნილი არა სუფთა და საქმითაც კეთილ და საყვარელ საქმეებს აკეთებს. მაგრამ ხანისხან იქაც არის ლებედ რაგ და შუგა, ერს აქეთ უნდა იმას ის არ უნდა იმე, ამას აქეთ უნდა. არის ამისანა შემთხვევები გვერდს. იმიტომ რომ წელი პავლე ამბობს, სულს რაც უნდა ის ხორს არ უნდაო. რას ხორს უნდა ის სულს არ უნდა. არა იქ. იმიტომ რომ ცოდვამ დააზიანა. და ამას ღმერთი გამოისყიდის. აღდგება სხეული სრულყოფილი. კარგით. არ მინდა ვინმე შეგაშინოთ. ხო და მეორე კორინთელთა მე-13 თავის 24 მოხლეულ როგორ წერია. პავლე ასე ამთავრებს კორინთელების მიმართ წერილის ბოლოს და მესაზედან ამთავრებს. უფალ იესო ქრისტეს მადლი მეორე ღმერთის სიყვარული და სულიწმინდის ზიარება ყველა თქვენგანთან. თქვენი ზიარება კი არა სულიწმინდასთან. სულიწმინდის ზიარებაო თქვენთან აქეთ. და для размышления რო ეტყვიან რუსები. გამოიკვლიეთ, ნახეთ. მოციქულთა საქმეებიდან დაწყებული პავლეს ეპისტოლებიდან დამთავრებული ებრაელთა წერილის ჩათვლით. თუნდაც გამოცხადების ჩათვლით იქ წერია ისაც ყური აქვს სასმენას, სასმენად ისმინოს რაც ეუბნება სული ეკლესიებს. აქეთ. სულიწმინდეს აქეთ ველაპარაკება. ფილიპეს სულმა უთხრა წადი უდაბნო ხაზარშედაც უდაბნო არის. სულიწმინდას ყოველთვის აქეთ აქვს ყოველთვის ურთიერთობა. ჩვენ ურთიერთობა აი ის გამოიკვლიეთ. მოციქულთა საქმეებიდან. როგორ ლოცულობდნენ, როგორ მიმართავდნენ, პავლეს ლოცვები. სავსე ასახარება. თქვენს ახალ რაღაცას იპოვით. ახასამება არის უფალ იესო ქრისტეს მადლი, ძე, ღმერთის სიყვარული, მამა, სულიწმინდის ურთიერთობა თქვენთან. და მეწერი ამინ. აბა ისურვებთ ყველას მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო, უსნობებო. მე სამთავრებ იმავე სიტყვებით. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, ეს არის წყალობა. მადლი არის რაც შენ არ გაიკეთებია, შენ არ გემუშავია, მაგრამ ღმერთმა მოგცა. ეს გააკეთა იესომ ჯვარზე. ჩვენს მაგრად მოგცა გადარჩენა, ხსნა, მამაღმართთან შერიგება და უფალ იესო ქრისტეს მას გისურვებთ ყველას ღმერთის სიყვარულს და სულიწმინდის ურთიერთობას ყველა ჩვენგანს. მეც თქვენ შორის და თქვენს ყველას. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო. მომავალ იმაში გავაგზავნებ ჩემს რაც წინას შეგვერდით. ეს მეორე არის. მე მგონი მეოთხემდეც მოგვიწევს ალბათ. აბა, კარგად. უფალმა გაკურთხოთ. დიდება იესოს.
მოწმეებო, იეგოვას მოწმეებო, მე ჩემი მარნო იქნებით ნაწყენი. თუ გეწყინებათ, სახარებას დააბრალეთ.